მოგესალმები. დღეს შენთვის საინტერესო მასალები მოვაგროვეთ და ჩაუღრმავდებით ამბებს, რომლებიც ხო ჩერნობილის ოფიციალურ ისტორიაში ნაკლებად ხვდება. ანუ ისეთ ფაქტებს ზოგჯერ მართლა შოკის მომგვრალსაც. ჩვენი მიზანია ამ მასალებიდან გამოვყოთ ისეთი დეტალები, რომლებიც გვაფიქრებს და გვეხმარება დავინახოთ რა იმალებოდა რეალურად კატასტროფის მიღმა. არა მხოლოდ ტექნიკური კოლაფსი, არამედ ესე იგი ინფორმაციის მართვა, რთული გადაწყვეტილებები, ხშირად დამალულიც. მოდით დავიწყოთ ერთი ძალიან უცნაური მომენტით. კატასტროფის პირველივე წუთებიდან. წარმოიდგინე 1986 წლის 26 აპრილია, ღამე, რეაქტორის აფეთქებამდე სულ ცოტა ხნით ადრე. რამდენიმე თვითმხილველი, მათ შორის ერთი მეთევზეც, რომელიც ახლოს იყო, ხედავს ცაზე კაშკაშა, რაღაცნაირ თითქმის არამიწიერ ლურჯ ნათებას. ოფიციალურ ანგარიშებში ამაზე მგონი სიტყვაწარა ნათქვამი, ხო? ხო, ეგაა ძალიან საინტერესო. ოფიციალური ახსნა ხომ ისაა, რომ ჯერ ორთქლის აფეთქება იყო, მერე წყალბადის. მაგრამ ეს ახსნა ბოლომდე ვერ ჯდება იმ ინტენსიურ მაიონიზირებელ ნათებასთან, რაც აღწერეს. ანუ ფიზიკურად ვერ ხსნის ამას. მთლად ვერა. და წლების შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ პირველი რაც მოხდა, შესაძლოა სულაც არ იყო ორთქლი, არამედ მცირე ლოკალური უკონტროლო ბირთვული რეაქცია. მინი აფეთქებასავით. მართლა? ბირთვული? კი, ამის ირიბი დადასტურებაც არსებობს. მაგალითად, რადიოაქტიური ქსენონ 123. ეს იზოტოპი ჩერნობილიდან ასობით კილომეტრში აღმოაჩინეს ჩერეპოვეთში. იქ, სადაც სტანდარტული ხრუბელი წესით ვერც მიაღწევდა. და ქსენონ 123 ხომ ბირთვული ჯაჭვური რეაქციის პირდაპირი პროდუქტია. უცნაურია. მაგრამ მაშინ რატომ არ აღიარეს? ან რატომ არ საუბრობენ ამაზე ახლა ძვრიად, თუ ეს მართლა ასე იყო? ეს კარგი კითხვაა. ალბათ იმიტომ, რომ ამის აღიარება ნიშნავდა იმის თქმას, რომ რეაქტორი კიდევ უფრო სახიფათო იყო ვიდრე ეგონათ, ან რომ ოპერატორების შეცდომები კატასტროფამდეც ხდებოდა. ოფიციალური ვერსია ხომ ტექნიკურ ხარვეს და ადამიანურ შეცდომას აბრალებს ყველაფერს. ბირთვული აფეთქების ვერსია კი ბევრად რთულ სისტემურ პრობლემებზე მიუთითებდა. ამის აღიარება ალბათ საბჭოთა სისტემას უბრალოდ არ უნდოდა. გასაგებია. ლოგიკურია, რა თქმა უნდა. მოდი გადავიდეთ სხვა არანაკლებ საოცარ ფაქტზე. ამინდის მართვაზე. კატასტროფიდან სულ რაღაც 2 დღის შემდეგ, როცა რადიოაქტიური ღრუბელი მოსკოვისკენ დაიძრა, გაიცა საიდუმლო ბრძანება, მოავლინეთ წვიმა და სამხედრო თვითმფრინავებმა ღრუბლებში ვერცხლის იოდიდი შეასხურეს. კი, ზუსტად. და შედეგად ეს რადიოაქტიური წვიმა მოსკოვამდე არ მივიდა. ძირითადად ბელარუსის ტერიტორიაზეც სოფლებში მოვიდა. ადგილობრივები იხსენებდნენ კიდეც მერე, რაღაც უცნაური შავი მძიმე წვიმა იყო. რას ამბობ? ხო, და ეს ხომ უბრალოდ ტექნიკური ოპერაცია არ იყო, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ანუ დაიცვეს დედაქალაქი, მოსკოვი, სხვა რეგიონის ბელარუსის მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე. ესეც ბევრს ამბობს იმ დროინდელ პრიორიტეტებზე. წარმოუდგენელია. და ამავდროულად უკრაინაში პირიქით ხდებოდა. იქ ცდილობდნენ, რომ წვიმა საერთოდ არ მოსულიყო, რათა რადიოაქტიური ნივთიერებები მდინარე პრიპიატში და სასმელწყლის რეზერვუარებში არ ჩარეცხილიყო. ამისთვის ღრუბლებს წარმოიდგინე სპეციალური ცემენტის მტვერით აშრობდნენ. თითქოს რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკის სცენარია, მართლა. კარგით, მოდი ახლა იმ ფაქტებსაც შევეხოთ, რომლებიც სიმართლის დამალვის მცდელობებს და გრძელვადიან დაფარულ საფრთხეებს ეხება. მაგალითად, პირველი ფოტოგრაფები, რომლებმაც აფეთქებული რეაქტორი გადაიღეს, ეს ხო წარმოუდგენელი რისკი იყო მათთვის. ნამდვილად. იგორ კოსტინი და ანატოლი რასკაზოვი. მათ მიერ გადაღებული ფირების უმეტესობა ხო რადიაციისგან ან განადგურდა, ან ძალიან დაზიანდა. და ის კადრებიც კი, რომლებიც გადარშა, ნაწილობრივ უშიშროებამ ჩამოართვა. ფოტოგრაფებს კი უბრძანეს, რომ მომხდარზე არ ესაუბრათ. ანუ პირდაპირი ცენზურა. კი, კლასიკური მაგალითია, როგორც ცდილობდა სისტემა ვიზუალური მტკიცებულებების კონტროლს, კატასტროფის რეალური მასშტაბის დამალვას. კიდევ ერთი, მართლა შოკის მომგვრელი ამბავი, რომელიც ამ მასალებში წავაწყდით, ბირთვულ ქობინებს ეხება. წყაროების მიხედვით, საიდუმლო სამხედრო კოლონამ ჩერნობილის ზონასთან ახლოს მდებარე ბაზიდან, რომელიც ასევე დაბინძურდა, ფარულად გაიტანა 3 ბირთვული ქობინი.
ხო, ეს ოპერაცია უკიდურესი საიდუმლოების პირობებში ჩატარდა. წარმოიდგინე, აბა რა რისკი იყო. დაბინძურებულ ზონაში ბირთვული იარაღის ტრანსპორტირება. და როგორც მერე გაირკვა, ამ ოპერაციაში მონაწილე მძღოლების ნაწილი მალევე დაიღუპა, მწვავე რადიაციული დაავადებით. საშინელება. ესეც მიუთითებს რადონის საფრთხე და ქაოსი იყო. და ბოლოს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დეტალი. ათასობით ტონა რადიოაქტიური ხორცი. საქონელი, რომელიც დაბინძურებულ საძოვრებზე ძოვდა, დაიკლა და ამის თქმაც კი რთულია. მის ხორცს ფარულად ურევდნენ სუფთა ხორცში, იმისთვის რომ რადიოაქტიურობის დონე ვითომ დასაშვებ ნორმამდე დაეყვანათ და გასაყიდად გაეტანათ. წარმოუდგენელია. მართლა, ეს დეტალი განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია, რადგან პირდაპირ ეხება ადამიანების ჯანმრთელობას, საკვების უსაფრთხოებას და ის ნაწილიც კი, რომლის გაზავებაც ვერ მოხერხდა, ანუ ზღვარს აჭარბებდა, რკინიგზის ვაგონებით სხვა რესპუბლიკებში გაგზავნეს, მაგრამ იქ არსად მიიღეს 4 ასეთი ვაგონი 300 ტონაზე მეტი ხორცით. წლების განმავლობაში მიტოვებულ სადგურზე იდგა და ფაქტობრივად ლპებოდა. ქოშმარია. ხო, ეს გვიჩვენებს საფრთხის ამ უხილავ გავრცელებას და იმას, თუ როგორ ცდილობდნენ პრობლემის მიჩქმალვას, თუნდაც ეს ადამიანების ჯანმრთელობას ეხებოდა. მაშ რას გვეუბნება ეს ყველაფერი შენთვის? აი ეს დეტალები, რაც ამ მასალებში აღმოვაჩინეთ, ლურჯი ნათება, მართული წვიმები, დამალული ფოტოები, საიდუმლო სამხედრო ოპერაციები, რადიოაქტიური საკვები. ეს ხომ ჩერნობილის კატასტროფის სულ სხვა სურათს ხატავს, უფრო ბნელს, უფრო რთულს. ნამდვილად, ეს ამბები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა ძალა აქვს ინფორმაციის კონტროლს და რაოდენ გაუთვალისწინებელი, ფარული და რაც მთავარია გრძელვადიანი შეიძლება იყოს ასეთი მასშტაბური კატასტროფის რეალური შედეგები. შედეგები, რომლებიც ხშირად ოფიციალური ვერსიების მიღმართ რჩება და მხოლოდ წლების, 10 წლეულების შემდეგ იწყებს გამოაშკარავებას. მსმენელს დაუტოვოთ ერთი კითხვა დასაფიქრებლად. კიდევ რამდენი მსგავსი ამბავი, დეტალი თუ საიდუმლო შეიძლება იმალებოდეს ჩერნობილის ზონაში და მის გარშემო მომხდარ მოვლენებში, რომლის შესახებაც ჩვენ დღემდე არაფერი ვიცით.